საღამომშვიდობისა ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენ კვლავ TV პლუსის ეთერში ვართ. ჩვენ როგორც ყოველთვის ვისაუბრებთ იმ მნიშვნელოვან მტკივნეულ საკითხებზე, რაც ჩვენ ქვეყანაში ხდება დღესდღეობით. ამავდროულად შევეხებთ იმ საერთაშორისო პრობლემატურ საკითხებს, რომელი პრობლემატური საკითხებიც მოედინება ნიაღვარივით საქართველოს წინააღმდეგ. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, უკვე წლებია, რაც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ და ჩვენი მოსახლეობის წინააღმდეგ მოქმედებს ამერიკის შეერთებული შტატების სპეცსამსახურეები, ევროკავშირის სპეცსამსახურეები და მთლიანობაში მთელი ეს ერთობლივი კოლექტიური ბრძოლა ლიბერალ LGBT ფაშისტური იდეოლოგიის პატრიოტელი ლიდერების არის პირდაპირ მიზანში ამოღებული საქართველო. საქართველოში ფაქტიურად მთელი მათი იდეოლოგია უკვე არის პირველ საფეხურზე. ეხლა ნურავი ნოიტყვის იმას და ნურავი ისმოაქვს იმის იმედი, რომ თუ რაღაცა დღეს ქართულმა ოცნებამ გარკვეული ნაბიჯები გადადგა ამ იდეოლოგიის წინააღმდეგ, ამით ყველაფერი შეჩერდა და ამით ყველაფერი აბსოლუტურად რომ ვიტყვი განადგურდა. არა, პირიქით, ტროცკისტები და ეს ლიბერასტული არასამთავრობო ორგანიზაციები და ევროკავშირის ლიბერასტული ლიდერები, პოლიტიკური ლიდერები და ევროკავშირის ლიბერასტული ელჩები, რომლებიც არიან დღეს აქ საქართველოში გადმოსხმული დესანტის სახით, კვლავ აგრძელებენ ჩვენი მოსახლეობის წინააღმდეგ მოქმედებას და კვლავ უწამლავენ ტვინს ჩვენს მომავალ თაობას, ჩვენ შვილებს და ჩვენ შვილიშვილებს. კატასტროფა არის დღეს ჩვენ ქვეყანაში ამ მიმართულებით. თაობა ჩვენი შვილების ტოლი თაობა დაკარგული ყავს უკვე, რადგან ჩვენ ყველას მას ვხედავთ ქუჩაში გამოსულებს. ფაქტიურად ამის გარდა რუსთაველის პროსპექტის გარდა, სადაც ისინი არიან დღეს თამოყრილები, სადაც არ უნდა გაიხირო დღეს თბილისში და რომელ ქუჩაშიც არ უნდა გაიაროთ, ყველგან მხოლოდ და მხოლოდ ამ ადამიანების საქციელი მოხდებათ თვალში და ამ ადამიანების უარყოფითი მოქმედებები მოხდება თვალში. ანუ რა, ანუ მოედო ეს როგორც ავადმყოფობა ჩვენ ქვეყანას და რთულია ამასთან მიმართებაში ერთი დღით და ორი დღით ბრძოლა. ამიტომ საჭირო არის სახელმწიფო თუ გადადგა ნაბიჯები და რაღაც გარკვეული კანონები მიიღო სწორედ ამ ლიბერასტული იდეოლოგიის წინააღმდეგ, უნდა შეცვალოს თავიდან ბოლომდე მთელი ეს ლიბერასტული იდეოლოგიის მატარებელი, როგორც პოლიტიკური თანამდებობის პირები, ასევე საჯარო სამსახურებში, რომლებიც არიან დღეს მოკალათებული. ამავდროულად განათლების სამინისტრო გასაგებია იწყებთ განათლების სამინისტროს რეფორმას, მაგრამ ჯერჯერობით ვერ ხედავთ ჩვენ მაგ რეფორმის შედეგებს. უნივერსიტეტებში და ინსტიტუტებში კვლავ ჩაბუდებულები არიან და კვლავ უწამლავენ ტვინს ჩვენ შვილებს, კვლავ უმახინჯებენ ისტორიას საქართველოს და უსპობენ მომავალს. ღამის კლუბები, სადაც გადაჭედილია უკვე თბილისი ღამის კლუბებით. და ამ ღამის კლუბებში თქვენ წარმოიდგინეთ რა მდგომარეობა და რა ხდება ამ ღამის კლუბებში და როგორ უწამლავენ ამ ჩვენი შვილების თაობებს ტვინს და რა დღეში არიან. ყველა ღამის კლუბთან საღამოს მორიგეობს სასწრაფო, რადგან იქ ხდება ზედოზირება ნარკოტიკების, რადგან იქ ხდება მთელი საშინელი უბედურებები და შესაბამისად იწვევენ შემდგომ რაღაც უბედურ მოქმედებებს და კარგავენ კონტროლს და ხდება ჩხუბი, ზოგი ზედოზირების საფუძველზე უკვე ლამის არის ადგილზე გარდაიცვალოს და არის ესეთი ცუდი მდგომარეობა. ქუჩაში გაელვი და ეს კიკინებიანი ბიჭები და საყურეებიანი ბიჭები მოდებულია თბილისში. ანუ ეს რა? ეს არის სპეციალურად გაკეთებული. სახელმწიფო ერი გახადეს დეგრადირებული, მომავალი წაგვართვეს. ვინ? აი სწორედ იმ ლიბერალ LGBT ფაშისტური იდეოლოგიის პატარებელმა პოლიტიკურმა ლიდერებმა, რომლებმაც ტვინი მოუწამეს ჩვენს თაობას, ჩვენი შვილების თაობას და დღეს ისინი არიან საქართველოში როგორც დივერსანტები, ისე გადმოსული და აგრძელებენ თავიანთ ბინძურ იდეოლოგიას. ჩვენ ამ თემებზე გვექნება დღეს საუბარი. მე ასევე მინდა ძვირფასო ტელემაყურებლებო, რომ გიჩვენოთ ანალიზი შეფასებები ერთ-ერთ დოკუმენტურ ფილმში, რომელიც დოკუმენტური ფილმიც გააკეთა ბატონმა იგორ გიორგაძემ. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, ბატონი იგორ გიორგაძე უკვე დევნილი არის წლების მანძილზე ჩვენი ქვეყნიდან
ასეც სამწუხაროდ ეს ტრადიცია დამკვიდრდა ჩვენ ქვეყანაში, ვისაც ძალიან უყვარს საქართველო და ვინც ნამდვილი ქართველია და ვინც ნამდვილი პატრიოტი არის, მას დევნიდნენ და იდევნება დღეს საქართველოდან. ხო და ამ ადამიანმა სწორი დასკვნები გააკეთა, სწორი ანალიზი გააკეთა და ზუსტად იქ დაარტყა, სადაც დასარტყმელი იყო და თქვენ ნახავთ აი ამ დოკუმენტურ ფილმში სად ვართ და რა უბედურებაში გვაქვს თავი გაყოფილი და ვინ არიან ის საშინელი მონსტრი ადამიანები, რომლებიც დღეს ამ ქვეყანას ანადგურებენ. ჩვენ ამ თემებზე ვისაუბრებთ, ნახავთ დოკუმენტურ ფილმს, ჩვენი დღევანდელი სტუმარი არის ამავდროულად სტუდიაში ბატონი კონსტანტინე ფორჩხიძე, პოლკოვნიკი, ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში და განვიხილავთ ამას ყველაფერს ჩვენ აბსოლუტურად შევეხებით ყველა მიმართულებას, ყველა მტკივნეულ საკითხს და ამავდროულად შევეხებით იმ საკითხებსაც, რომელიც საკითხების და რომელი პრობლემების დღეს არის კითხვის ნიშნის ქვეშ, ხო? ადამიანი, რომელიც დღესაც არის სულით და გულით, რომ იტყვი, აი სისხორცით საქართველოში და ამ ადამიანს არ ალდებენ საქართველოში შემოსვლის უფლებას და საშუალებას. ეხლა ჩვენ ნახოთ ეს ვიდეო, შესაბამისად კარგად გავუკეთოთ ამას შეფასება და ანალიზი და ამის შემდეგ ჩვენ გავაგზავნებთ საუბარს და შევეხებთ ყველა მტკივნეულ საკითხს. Кошмар 20. 21 საუკუნის კოშმარი. ძალაუფლების მყრობელი ელიტების სახეს კარგავენ. ბნელეთის ბებერი მოციქულის, სოროსის ვირუსმა კოოპტირებული ევროპელი ლიდერების ინტელექტის დაქვეითება გამოიწვია. Европейских лидеров. ვინ უდგას დღეს სათავეში ევროპის სამყვან ქვეყნებს? ეს ხომ კლინიკა, სანიტრები გამოიძახეთ. კორუფციული სკანდალი ევროკომისიაში. სად გაქრა ხორის სოროსის ფული? როდესაც მსგავსი სკანდალები ხდება, უნებურად გიჩნდება კითხვა. ეს მთელი აისბერგია თუ მხოლოდ მისი მწვერვალი? არსებითზე იგორ გიორგაძესთან ერთად. მოგესალმებით კვლავაც არსებითზე. უკანასკნელ 35 წელიწადში აშკარად შეინიშნება დასავლეთის ქვეყნებისა და მათ მოკავშირეთა პოლიტიკური ელიტების გლობალური დეგრადაცია. ეს ყველაზე თვალსაჩინოდ ევროდიპლომატიის მაგალითზე ჩანს. იქმნება შტაბ-ჭრილება თითქოს სოროსმა და კომპანიამ ერთ დროს განათლებულ ევროპაში. ხელოვნურად გამოიყვანეს პოლიტიკურ ხელმძღვანელთა სრულიად ახალი ტიპი. ხელმძღვანელ სოლიტერი და ევროკავშირის, ინგლისისა და ნატოს ქვეყნებში გეგმაზომიერად დანერგეს. დასავლეთის ქვეყნების მეთაურთა ყოველი მომდევნო თაობა წინამორბედზე უარესია. ამასთან როგორც გონებრივი მონაცემების, ისე ზნეობრივი თვისებების დაქვეითება თაობიდან თაობამდე გეომეტრიული პროგრესიით მატულობს. ევროკავშირის მეთაურთა სისუსტე ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჰენრი კისინჯერმაც კი აღნიშნა სააგენტო ბლუმბერგისადმი მიცემულ ინტერვიუში. ამერიკული დიპლომატიის პატრიარქმა კისინჯერმა გააკრიტიკა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, რომელსაც მისი აზრით წინამორბედთაგან განსხვავებით სრულიად არ ესმით თუ რაში მდგომარეობს მათი მისია. ასია, ახალმა ეპოქამ ახალი უინსტონ ჩერჩილები ვერ მოგვივლინა, ვერც ახალი მარგარეტ ტეტჩერები. ვინ ხელმძღვანელობს დღეს ევროპის ქვეყნებს? ვირთხისებრი გაიძვერა გახრწნილი გერონტოფილი, რომელიც მედიას თუ დაუჯერებთ, დედაბრად შენიღბულ ტრანსგენდერთან თანაც ცხოვრობს და ეს უკანასკნელი ყველაფერთან ერთად სახეში სულაწუნებს. მეორე მახინჯი, ოყნისებრთავიანი, რუსოფობიისგან გამხეცებული შთამომავლობითი ესესელი. საჭიროა გვარების დასახელება? არა. კოჭლი, გაბოროტებული ქურდბაცაცა დედაბერი, ამათ მსგავსად რუსოფობიით გაჟღენთილი, სრულიად უწიგნური, დაუმსახურებლად რომ მიატოვა გინეკოლოგიის კარიერა. Совершенно незаслуженно сошедшая с гинекологического пути. Набитая дура. უჭკუო დედაკაცი, რომელსაც სახეზე იდიოტური ღიმილი დასთამაშებს. რუსოფობიამ ტვინის სუნთლად რომ გამოულაყა, ინტელექტით და გარეგნობით კი ტრასაზე გამოსულ მეძავს გავს. მიმიხვდებოდით ვინცა. ბოლო საუკუნის განმავლობაში რუსეთის 19-ზე მეტ ქვეყანას დაესხა თავს. ზოგიერთ მათგანს 60-ჯერაც კი. ამ ქვეყნებიდან რუსეთს არც ერთი არასდროს თავს არ დასყმია.
большинстве стран коллективного Запада высшие კოლექტიური დასავლეთის უმეტეს ქვეყნებში უმაღლესი თანამდებობები პოლიტიკურად ჭკუასუს ადამიანებს უკავიათ. ამ თავყრილობის შემყურეს სურვილი გიჩნდება ზომბირებულ სახეებში მიაძახო. зомбированные физиономии. Эй, там! თქვენ ევრომსურველთა კლოაკის ბინადარნო, თქვენი შეზღუდულობა, უმეცრება, ბანალური სიჩლუნგე, ხეცური სიხარბე და თქვენი ღვარძლიანი რუსოფობია ყოვლად ამაზრზენია. алчности. სასჯელს გადარჩენილი ჰიტლერელი SS-ელების გენეტიკური და მენტალური მემკვიდრეები ხართ. გამომავალნი დაგწყევლიან. თქვენ კი მადამ ტიუსოს ცვილის ფიგურების მუზეუმში ადოლფ შიკლურ გრუბერისა და ჯეფ მფატრავის გვერდით მოგიჩენენ ადგილს საგანგებო გალერეაში. 21 საუკუნის დასაწყისის პოლიტიკური სამხეცის პერსონაჟები. უკრაინაში ატეხილმა კორუფციულმა სკანდალმა დიდი პოლიტიკური რეზონანსი გამოიწვია. ზელენსკი პასუხისმგებელია უკრაინაში მასშტაბურ კორუფციაზე. Пишет для антидипломатику. წერს ლანტიდიპლომატიკო, ისევე როგორც არაერთი სხვა პროქსი კონფლიქტის შემთხვევაში დასავლელი მოკავშირეებისგან წამოსულ ფინანსთანაკაც. კიევის ელიტა იჯიბავს. მთელი ევროპის უსაფრთხოებისთვის უმჯობესია ასეთი ადამიანები ხელისუფლებაში არ დარჩნენ. ამბობს ლორეტა ნაპოლეონი. Не соглашусь, არ ვეთანხმები ქალბატონ ლორეტა ნაპოლეონის. უკრაინაში მასშტაბურ კორუფციაზე პასუხისმგებელია არა ზელენსკი, არამედ ომის გლობალური პარტია. ზელენსკი მხოლოდ იარაღია მის ხელში. ამ პარტიის თაოსნობით მიდის უკრაინაში ომი უკანასკნელ უკრაინელამდე. на Украине идет აშკარა ამ უკანასკნელ 20-ოდე წელიწადში ჩვენს თვალწინ მიმდინარე პოლიტიკურ თამაშებში ბნელეთის ბებერი მოციქულის სოროსის ჩორჩხისებრი ხელი ურევია. მათთან ერთად კი მისი გამოზრდილი სოროსოიდებისა. ალბათ შენიშნავდით. клешню приложил старый мракобес Сорос и возвращенный им соросоид. როგორც კი ეს გახრწნილი ხროვა ამა თუ იმ ქვეყანაში ამოყოფს თავს, საზოგადოებაში მაშინვე იწყება турბულენტობა. ქვეყანა უწმინდურ ორმოთი იქცევა. მისი ხელისუფლება კი კორუფციის სიმყრალით იჟღინთება. Тот и смердит тотальной коррупцией во власти. ლორეტა ნაპოლეონი, გამოცემა ლანტიდიპლომატიკო. იტალია. პროქსიუმების პირობებში კორუფცია გვერდითა ეფექტის სახეს კარგავს და სტრატეგიულ შემადგენლად იქცევა, რომელიც ვითარებას ამძაფრებს და სულ უფრო მრავალმხრივ და დამანგრეველ ფორმებს იღებს. იმ კონფლიქტების დროს, რომლებშიც მსხვილი უცხოური სახელმწიფოები ადგილობრივ ძალებს აფინანსებენ და ამაგრებენ, კორუმპირებული ელიტებისა და მათი შუამავლებისთვის იარაღის, პულისა და ჰუმანიტარული დახმარების ნაკადები გამორჩენის ძალზე ხელსაყრელი საშუალება გახლავთ. მსგავსი სისტემა ბადებს მანკიერ სტიმულს, კონფლიქტის გასაგრძელებლად და არა მის გადასაწყვეტად. Продолжение конфликта, а не для его разрешения. А здесь госпожа Лоретта აქ კი ქალბატონი ლორეტა 100%-იანად მართალია. именно возможно სწორედ კორუმპირებული ელიტებისა და მათი შუამავლებისათვის გამორჩენა გახლავთ. მე-20 საუკუნის დასასრულისა და ჩვენი 21 საუკუნის დასაწყისის ყველა ომისა და კონფლიქტის უმძლავრესი მასტიმულირებელი ძალა. с 1 века. Вот что აი რას ამბობს ამასთან დაკავშირებით ჯონს ჰოპკინსის გამოყენებითი ეკონომიკის ინსტიტუტის პროფესორი სტივ ჰანკე. Ханке. თუკი იმფულის საერთო მოცულობას გადავხედავთ 2022 წლიდან მოყოლებული უკრაინაში რომ ჩაედინება, ის დაახლოებით 360 მილიარდ დოლარს შეადგენს. ჩემი გათვლით ამ თანხის კორუმპირებული წილი 15-30%-მდე ადის. ვფიქრობ 30%-თან უფრო ახლოს უნდა იყოს. ავღანეთშიც ამერიკული დახმარების იგივე წილი იძარცვებოდა. იქ კორუფციამ ზუსტად 30% შეადგინა. ვფიქრობ უკრაინის შემთხვევაშიც იგივე ხდება. ეს კი დიდი ზალიფულია. მინიმალურად თუნდაც 15%-დან რომ მოვიანგარიშოთ, გამოვა რომ ქურდებმა 54 მილიარდი ჩაიჯიბეს, ხოლო თუ 30%-ს ვიანგარიშებთ, ეს შესაბამისად 108 მილიარდი დოლარი იქნება. Позволю себе несколько თავისუფლებას მივცემ პატივცემული პროფესორის მეცნიერულად დასაბუთებული დასკვნები. ჩემი მხრივ სპეცსამსახურთა თანამშრომლის დაკვირვებით შევავსო. служб. Когда როდესაც საქმე თვალუწვდენ თანხებს ეხება, რასაც კოლექტიური დასავლეთი უკრაინისთვის გამოყოფს, აქ კი ხსენებულასობით მილიარდ დოლარზეა ლაპარაკი. მერწმუნეთ კორუფციის წილი 50%-დან იწყება. коррупционная составляющая начинается от 50%. Таким ამგვარად შუაზე გავყოთ 360 მილიარდი დოლარი და მივიღებთ 180 მილიარდს. მიტაცებულს შემდეგი ლოზუნგით. უკრაინას ბოლომდე უნდა ვედგეთ გვერდში, რადგან ის ჩვენი ევროპული ფასეულობებისათვის იბრძვის. Украина воюет за наши европейские ценности.
180 მილიარდი დოლარი, რომელიც შეიძლება სრულიად დაუსჯელად და უზარალოდ მიისაკუთრო. მხოლოდ და მხოლოდ კენჭისყრისას ხელისაწევითა და რუსეთის წინააღმდეგ ომის მხარდაჭერით. ამგვარად გამოთქმა, ზოგისთვის ომი მშობელი დედააო, სწორედ მათზეა. იმ ევროპელ ნაზირალებზე, რომლებიც უკრაინელი ნაცისტური რეჟიმის მხარდაჭერაზე უნამოსოდ მდიდრდებიან და რუსეთისთვის სტრატეგიული მარცხის მიყენებაზე ოცნებობენ. И мечтающих о нанесении стратегического поражения России. А теперь назовите мне... ახლა კი დამისახელეთ ბანდერას უკრაინის მხარდასაჭერად რუსეთთან ომის მსურველთა კლოაკის თუნდაც ერთი პერსონაჟი, რომელიც გლობალიზმის მშენებელ ლიბერასთა საერთო მოგებიდან თავის კუთვნილ წილს დათმობს. Либерастов, строителей глобализма. რამდენი ოქრო გჭირდება? Золото. ბევრი. А если его будет... მეტისმეტად ბევრი რომ აღმოჩნდეს? სულელო პირუტყო. ოქრო მეტისმეტად ბევრი ვერასოდეს აღმოჩნდება. Ведь с ними или без... მათთან ერთად თუ მათ გარეშე ომი ხომ მაინც ყველაფერს ჩამოწერს. ამიტომ ყველაფერი სწორედ ისე მოხდება, როგორც ინდური ზღაპრების მოტივებზე შექმნილ საბჭოთა მულტფილმში ოქროს ქურცი კი. ამის დასტური 3,2 მილიონიანი სკანდალია, რომელმაც ბრიუსელი შეძრა. Потрясший Брюссель. ექსპრესი, ავსტრია, მოგერინის წინააღმდეგ თაღლითობის მუხლით აღზრულ საქმეში მისი თანამზრახველები გამოაშკარავდნენ. საგარეო კავშირების ევროპულ სამსახურში მთელი რიგი დანაშაულებრივი ქსელი გამოავლინეს. ყოფილ მეთაურ მოგერინთან ერთად თაღლითობაში უწყების რამდენიმე გავლენიანი მაღალჩინოსანია ეჭვმიტანილი. საქმეში მოხსენიებულია მაქინაციათა მთელი რიგი, რომელიც ახალი დიპლომატიური აკადემიის დაფუძნებასთან დაკავშირებით ტენდერის ჩატარებისას განხორციელდა. როსისკაია გაზეტა, რუსეთი. ევროკავშირში ატეხილ მორიგ კორუფციულ სკანდალს ხანგრძლივი შედეგი ექნება. დარტყმის ქვეშ მოექცნენ ევროპელი დიპლომატიის მეთაური კაია კალასი და ევროკომისიის თავმჯდომარე ურსულა ფონ დენ ლაიენი. სწორედ მათ მოუწევთ ევროპულ ინსტიტუტებში უკვე ყოველდღიურად ქცეული კორუფციული საქმეების გამო თავის მართლება. რუსეთის ტელერადიო მაუწყებელი კომპანიის ჟურნალისტებმა ევროპის ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში მომხდარი სკანდალების მთელი რიგი მაგალითები გამოავლინეს. თუ კი ისტორიას გადავხედავთ, ნათელი ხდება, რომ კორუფციულმა სკანდალებმა ევროპული ბიუროკრატიის ყველა დონე განსჭვალა. 2022 წელი კატერგეიტი ევროპარლამენტში. წინასწარი ვარაუდი გამართლდა. კატერმა თავისი კანონპროექტების მხარდასაჭერად მთელი რიგ დეპუტატებს ქრთამი შესთავაზა. ამ სკანდალმა პრესის დიდი ყურადღება მიიზიდა. საქმეში ფულით სავსე ჩემოდანი ფიგურირებდა. მთლიანობაში იქმნება შთაბეჭდილება, რომ ევროსაბჭო კორუფციის ჭაობშია ჩაძირული, რაც ევროსაბჭოს მოხელეთა იმედგაცრუებას იწვევს. 2012 წელს ევროკომისარი ჯანდაცვის დარგში კორუფციასა და თამბაქოს ლობირებაში ამხილეს. ის თანამდებობიდან გადადგა. უნდობლობის მეოთხე ვოტუმს გამოუტანენ მანამდე სანიტარულ სკანდალში გასვლილ ურსულა ფონ დენ ლაიენს, როგორც ევროკომისიის მეთაურს, რომელიც თავის შტატზეა პასუხისმგებელი. თვით ფონ დენ ლაიენმა უმკაცრესი კრიტიკა დაიმსახურა ევროპული სასამართლოს მხრიდან, რომელმაც ამ წლის დასაწყისში დაადგინა, რომ მაღალჩინოსანს ფართო საზოგადოებისათვის არ უნდა დაემალა ფარმაცევტულ გიგანტ ფაიზერის გენდირექტორთან მიმოწერა, რასაც COVID-19 პანდემიის პერიოდში აწარმოებდა. ევროდიპლომატიის ამჟამინდელი მეთაური კაია კალასი დუმს, ის ცდილობს ფონ დენ ლაიენს მაქსიმალურად გაემიჯნოს. ევროსაბჭო შოქშია. ევროპის პრესამსახურები კომენტარს არ აკეთებენ. ევროსაბჭო ამჟამად გამოძიების ობიექტია. ამ ხმაურიან საქმეს ევროპული პროკურატურა იპიპო აწარმოებს ანტიკორუფციულ სამმართველო ოლაეფისა და ბელგიის პოლიციის მხარდაჭერით. მიმდინარეობს ერთდროულად რამდენიმე დანაშაულის გამოძიება. ზოლტან კოვაჩი, პოლიტიკოსი და ისტორიკოსი, უნგრეთი. რომ გინდოდეს მსგავს რამეს განგებ ვერ გამოიგონებ. ბრიუსელი ყველას კანონის უზენაესობის შესახებ მოძღვრავს. მაშინ, როდესაც მისი საკუთარი ინსტიტუტები კრიმინალურ სერიალს უფრო მოგვაგონებენ, ვიდრე მოქმედ კავშირს. წლის მიწურულს მოვლენათა დაგვირგვინებად შეგვიძლია ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის ადმირალ ჟუზეპე კავო დრაგონეს მუქარა ჩავთვალოთ. მან განაცხადა, რომ ალიანსი რუსეთისათვის წინსწრები დარტყმების მიყენებასთან დაკავშირებით თათბირობს. მისი თქმით, ალიანსის მხრიდან მსგავსი ნაბიჯი სავსებით შეიძლება თავდაცვით ქმედებად ჩაითვალოს. Какими законченными... რადონის პოლიტიკური იმბეცილი უნდა იყო, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი ატომური სახელმწიფო სტრატეგიულ დამარცხებაზე ილაპარაკო და იოცნებო. დღევანდელ რუსეთს კი ასეთად ნატოს ყველაზე თავზე ხელაღებული გენერლებიც კი აღიარებენ. რუსოფობიური ისტორიისა და რუსეთისათვის წინსწრები დარტყმების მიყენებისკენ მოწოდებათა ფონზე პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უდიდეს მოთმინებასა და პოლიტიკურ თავშეკავებას ამჟღავნებს და უკრაინული პრობლემის მშვიდობიანი მოგვარებისათვის მზადყოფნას გამოთქვამს. ხოლო კოლექტიური დასავლეთი, რომელსაც სათავეში ბრიყვები უდგანან, ამას რუსეთს სიზუსტედ უთვლის.
украинской проблемы მაგრამ მსურველთა კლოაკის წევრ ზღვარგადასულ რუსოფობებს რუსეთის სიზუსტესთან დაკავშირებით ილუზიები რომ აღარ შერჩეთ. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განსაკუთრებით გულმხურვალე მსურველთა გონს მოსაყვანად განაცხადა. Президент Владимир Путин вразумил разгоряченных из числа наиболее ретивых желающих. Мы не собираемся. ევროპასთან ბრძოლას არ ვაპირებთ. ეს უკვე ასჯერ მithქვამს. მაგრამ თუ კი ევროპა მოინდომებს და დაიწყებს ჩვენთან ომს, ჩვენ ამისთვის ახლავე ვართ მზად. Здесь не может быть никаких. აქ ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ საქმე რაშია? თუ ევროპა ჩვენთან ომს დაიწყებს, ვფიქრობ ძალიან მალე. ეს ხომ უკრაინა არ არის. უკრაინასთან მიმართებაში ფრთხილად, ქირურგიულად მოქმედებთ. ხომ გესმით? ეს არ არის ომი. ამ სიტყვის პირდაპირ თანამედროვე გაგებით. თუ კი ევროპა უეცრად მოინდომებს ჩვენთან ომის დაწყებას, ვფიქრობ, ძალიან მალე ისეთი ვითარება შეიქმნება, რომ აღარავინ დარჩება ვისთან მოლაპარაკებების წარმოებასაც შევძლებთ. Очень может быстро произойти ситуация, при которой нам не с кем будет договариваться. დამინდე, კმარა, მიშველეთ, დამეხმარეთ. თვითონ უშველე საკუთარ თავს. Итак, господа, ასე რომ, ომის მსურველ გლობალისტთა პარტიის წევრობატონებო, ისტორიამ, რომელიც არასოდეს გისწავლიათ, არაერთხელ დაუმტკიცა მსოფლიოს, რომ თუნდაც დაჭრილ, სისხლისგან დაცლილ რუსეთს, მაინც შესწევს ძალა ერთმოშტად შეკრას და მხეცური ყბები ჩაულეწოს და რქები დაუმტრიოს ნებისმიერს, ვინც მისი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ხელყოფას ეცდება. მით უფრო კი ესწავლოთ სულტრა თანამედროვე იარაღს, ბირთვული პოტენციალისა და ბრძოლის უნარიანი შეიარაღებული ძალების მქონე დღევანდელ რუსეთს. потенциалом и რომლის შვილებმაც უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაციის მონაწილე გმირებმა უკვე დაამტკიცეს, რომ ძალა შესწევთ წინაპართა წმინდა რუსეთის დაიცვან, გამარჯვებაც მოიპოვონ და შთამომავლებს სამომავლო დიადი რუსეთიც გადასცენ. добиться победы для будущей великой России своих потомков. და ბოლოს, რუსეთის სტრატეგიულ დამარცხებაზე მეოცნებე ბატონებო, გახსოვდეთ რუსეთის დიდი მთავრის წმინდა კეთილმორწმუნე ალექსანდრე ნეველის სიტყვები. Александра Невского. წადით უცხო ქვეყნებში და ყველა სამცნეთ, რომ რუსეთი ცოცხალია. შიშის გარეშე მობრძანდნენ სტუმრად, ხოლო ვინც מחვილით მოვა, מחვილითავე განიგმირება. ამაზე დგას და მარად იდგება რუსული მიწა. ბატონო კოტე, აი თქვენს ნახეთ ახლა ბატონ იგორ გიორგაძის გამოსვლა, მისი შეფასებები, მისი რომ ვიტყვი ის ნაშრომი, სადაც ამ ადამიანმა ამხილა ყველა ეს ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების ლიბერასტული დაჯგუფებები, რომლებიც არათუ მარტო საქართველოს მთელ მსოფლიოში არის მოდებული, მაგრამ ჩვენ აქ საქართველოზე გვაქვს დღეს საუბარი და საქართველოს ტკივილზე გვაქვს და საქართველოს ტკივილზე აქ იმ ადამიანს საუბარი, რომელიც დღეს შორეული და კვლავ აგრძელებს თავის რომ ვიტყვი ქართულ პატრიოტულ ბრძოლას და კვლავ ესე იგი ის მოქმედებს ჩვენი ქვეყნის სიყვარულიდან გამომდინარე, ხო? კაცი უშიშროების მინისტრი, გენერალ-ლეიტენანტი, ქართველი, სისხლძის ქართველი და ნუ თუ მას არ უნდა ქონდეს საქართველოში იმის საშუალება, რომ თავისუფლად გადაადგილდებოდეს. ვიღაცაები, გვარგატაკეთებულები და ვიღაცა უჯიშვები და ვიღაცა არაქართველები და ვიღაცა რომ ვიტყვი მტრები საქართველოსი არიან, დღეს დათარაშობენ ამ ქვეყანაში და როგორც უნდა რასაც უნდა იმას აკეთებენ და ადამიანი, რომელიც აკეთებდა და გააკეთა და კიდევაც გააკეთებს დიდ საქმეს საქართველოსთვის, ხო? ფუნდამენტი ჩაუყარა ქართულ ეროვნულ უშიშროებას, ხო? და ის ხელებ დაკაპიცებული სადაც სახელმწიფოში ფული არ არსებობდა, როდესაც დამოუკიდებელი ხარ ჩვენი სახელმწიფო და შეერწყმული ხდებოდა ხალხი, მან დააყენა ფეხზე. მან ჩაუყარა ქართულ სპეცსამსახურებს სათავე. ბატონო კოტე, რა სიტყვით ამის შესახებ და როგორ შეფასებას გააკეთებთ ახლა თქვენ ბატონ იგორ გიორგაძესთან მიმართებაში და მის მიერ აი ამ მართლაც ისეთ გაკეთებულ დოკუმენტურ ფილმზე, რომელსაც დოკუმენტს უნდა აუხილოს საზოგადოებას თვალი. ჩემთვის ახლა ორმაგად აი ესეთი სასიამოვნო იყო აი იგორ გიორგაძის სახის დანახვა ამ დოკუმენტურ ფილმში. დიდი ხანია მე ის არ მინახავს და მას მერე რაც თქვენ მასთან მუშაობდით სამსახურში. რა თქმა უნდა, მის დროს მიღებული ვარ მე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში
და კერძოდ მისი შერჩეული კადრი ხართ. კადრი და მისი დამსახურებაა რომ ანუ სწორი გათვლები გაუკეთებია იმას. მისი დამსახურებაა რომ საქართველოს სამხედრო კონდაზორის ასე ვთქვათ სტრუქტურა ყავს დღესდღეობით შემორჩენილი. აი ზუსტად მან ყავდა უფროსწორად რა, ამ ბოლო პერიოდში დაკნინებული იქნა და განადგურებული იქნა, მაგრამ ის იყო ერთ-ერთი ინიციატორი იმისათვის, რომ ქართულ შეიარაღებული ძალების ოპერატიული მომსახურება ქართულ სპეცსამსახურების აი ამ ელიტარულ სამსახურს მინდა გითხრათ, რასაც სამხედრო კონდაზორო ქვია, ჩამოყალიბებული იყო საქართველოში და ეს არის მისი უშუალოდ დიდი დამსახურება და დიდი როლი მინდა ვთქვა. აი ამ და სხვათა შორის ამ სამსახურს მან ისეთი კორიფეები ჩაუყენა სათავეში თავის დროზე, როგორც იყვნენ კორნელი კიღურაძე, ანზორ ჭეიშვილი, სოსო ენუქიძე, რა ვიცი, გიზო ხვედელიძე და ბევრი ისეთი ძველი დამსახურებული ადამიანი, ვინც საფუძველი ჩაუყარა არა მარტო ჩვენ სწავლებას, მაშინდელი ახალგაზრდა თაობის სწავლებას და აღზრდას, არამედ მისცა ბიძგი იმისათვის, რომ გვესწავლა ჩვენი ქვეყნის სიყვარული, სპეცსამსახურებისადმი ერთგულება და გვესწავლა ის, რომ ყოფილიყავით ისეთი სპეცსამსახურის წარმომადგენლები, რომელიც თავის ქვეყანას და თავის ქვეყნის ინტერესებს დააყენებდა უპირველეს, ასე ვთქვათ, საფეხურზე. ეს არის მისი დამსახურება და ჩვენ კარგად გვახსოვს, როგორ შექმნა მან ის პირველი ქვედანაყოფი, რასაც ერქვა სპეციალური დანიშნულების ბრიგადა, რომელიც იყო ერთ-ერთი მძლავრი, კარგად ჩაცმული და კარგად მომზადებული მუხროვანის ცნობილი ბრიგადა, ხო? ეხლა ბევრი ინსინუაციებია იგორ გიორგაძის პერსონის მიმართ, მაგრამ მე ერთს ვიტყოდი რა. მე მქონდა ამ ადამიანთან არაპირდაპირი სამხედრო, არაპირდაპირი, ასე ვთქვათ, ურთიერთობა, ის ბუნებრივია, მინისტრი იყო და მე მაშინ ვიყავი რა რიგითი ოპერატიული თანამშრომელი, მაგრამ ყველა ჩვენთაგანში მისი ავტორიტეტი ძალიან სერიოზულად მუშაობდა, მინდა გითხრათ, მისი დამოკიდებულება სპეცსამსახურის მიმართ, მისი დამოკიდებულება თანამშრომლების მიმართ, მისი დამოკიდებულება საქმისადმი, ხო? და ერთგულება ქვეყნისადმი ეს იყო გადამდები ყველასათვის რა და აი ამ ინერციით, რომელიც მან ჩადო ქართული სპეცსამსახურების აი ამ თაობაში, ჩემ თაობაზე საუბარი, ვინც აღიზარდა და შემდეგ შემორჩა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურებს, ხო? აი ამ თაობაში ზუსტად ის პრინციპები, რომელიც მან დადო და მის გუნდთან ერთად მინდა გითხრათ რა და მას საკმაოდ კარგი გუნდი ყავდა მაშინ და საკმაოდ კარგი ადამიანები იყვნენ მის გულს. იგივე გენერალური ინსპექციის უფროსები, იგივე კადრების დარგში მე ვიტყოდი უსაფრთხოების სისტემის ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, უმნიშვნელოვანესი კადრი მინდა გითხრათ, იმიტომ რომ საკადრო საკითხებში მისი ავტორიტეტი ძალიან ძლიერი იყო. მე ჯემალ გვაჯაიაზე მაქვს საუბარი, რომელიც მისი მეგობარი, მისი ახლობელი იყო და ასე ვთქვათ, მის დროს აი ეს დისციპლინა, რომელიც აუცილებელი იყო სპეცსამსახურებისათვის, იყო ძალიან მაღალ დონეზე, ხო? იქ საუბარი არ იყო არც კორუფციაზე, არც კორუფციულ, ასე ვთქვათ, განზრახვებზე, მის დროს გაჩნდა აკადემია, მის დროს გაჩნდა სწავლება, მის დროს გაჩნდა დამოუკიდებელი, ასე ვთქვათ, ნაბიჯები გადაიდგა იმისათვის, რომ საქართველოში მომზადებული იყვნენ კადრები შესაბამისად, ხო? და აი ამ პერიოდში მოხდა ისე, რომ აი ეს ავად სახსენებელი ტერაქტის არა, ამიტომ შეგეკითხო, ლაპატიეთ ხო, აი რა დაინახა შევარდნაძემ ამ კაცში ისეთი საფრთხე, რომ ამ კაცს ესეთი რაღაც ბრალდებები შეუთითხნეს და ასეთი პროფესიონალი კადრი, რომელიც მართლაც ჭირდებოდა საქართველოსა, დღესაც ჭირდება და აქციას მთელი ცხოვრება დევნილად. რა იყო ეს, რომ რატომ გადადგა შევარდნაძემ ეს ნაბიჯები ამ ადამიანის წინააღმდეგ? იმიტომ რომ მან დაინახა ის, რომ გაჩნდა კონკურენტი, გაჩნდა ადამიანი, რომელსაც შეეძლო ქვეყანა იმ გარიჟრაზე, რასაც ერქვა აი
თუ გავიხსენებთ იმ პერიოდს, ხო, ბატონო ტრისთან ჩვენ გვახსოვს ეს რამც იმ პერიოდი დიახ, კი, ხო, იგივე როგორ არა. სამოქალაქო ომის შემდგომი ეტაპი და ამას ჭირდებოდა გარკვეული რესურსების მობილიზაცია, გარკვეული ძალები, დაინახა აქტივობა ადამიანის და მას შეეშინდა რომ ის დაკარგავდა ერთპიროვნული, ასე ვთქვათ, მართლობის სადავეებს ხელიდან. მას შეეშინდა მისი წარსულის, მას შეეშინდა იმისი, რომ საქართველოში არ გაჩენილიყო სახელმწიფო უშიშროების ორგანოები, რომლებიც იქნებოდა ქვეყნის ქვაკუთხედი და არ მიეცემოდა არავის უცხოეთიდან, რომ საქართველოში ეწარმოებინა მძლავრი ძირგაუნთხელი საქმიანობა და საქართველო არ დაეყენებინა იმ რელსებზე, რა რელსებზე დგას. მოდით ჩვენ ვთქვათ, რომ დიდად დამსახურება დღევანდელი სიტუაციის არის შევარდნაძის ხელისუფლების მინდა გითხრათ და მისი დამსახურება სწორედ იმის პერიოდში გამოჩნდნენ ეგრეთ წოდებული სოროსები საქართველოში ხო და სოროსისტები მან გაუხსნა უცხოურ ასე ვთქვათ ორგანიზაციებს იმისათვის რომ საქართველოში შემოეღწია და აქ დამკვიდრებულიყვნენ და გაეშალა თავიანთი იდეოლოგიური პლატფორმა ხო მოეზიდათ კადრები აღეზარდათ კადრები და ისინი სხვათა შორის აქცენტს აკეთებდნენ ახალგაზრდა თაობაზე. რატო აკეთებდნენ ახალგაზრდა თაობაზე? იმიტომ რომ ფაქტიურად ესა და ახალგაზრდები იყვნენ ფაქტიურად ჩამოუყალიბებელი იმ პერიოდისათვის ხო და მათთან ადვილი იყო მუშაობა. მიდიოდა მათი გადაბირება, მათი უცხოეთში ასე ვთქვათ მარშრუტირება, იქ შესაბამისად მუშაობა და მომზადება. მერე ამის ნიადაგზე დაიწყო უკვე პოლიტიკური პარტიების მშენებლობა და აი ამ კატეგორია აღზრდილი ადამიანებისა, ხო? და ფაქტიურად ეს იყო მუშაობა იმ პირობებში, როდესაც სპეცსამსახურები იქნა დაკნილებული. რატომ გაწირა იგორ გიორგაძე? იმიტომ გაწირა შევარდნაძემ იგორ გიორგაძე იმისათვის, რომ ფაქტიურად ის იდეოლოგია და ის იდეოლოგიური საფუძვლები უფრო ადვილად დამკვიდრებულიყო საქართველოში, რასაც დღეს ჩვენ ვიმგით. ანუ ესე იგი ბატონი იგორ გიორგაძე იყო ერთ-ერთი ესე იგი ხელის შემშლელი პიროვნება, აი ამ სწორედ შევარდნაძის და მისი რომიტყვი დამქაშების, რომლებსაც ეწინააღმდეგებოდა სწორედ მსგავსი ამ ლიბერალური იდეოლოგიის გავრცელების კუთხით. და კიდევ ერთი სერიოზული მაგალითი რა, რაც იგორ გიორგაძემ არ გააკეთა, მინდა გითხრათ, თუმცა მას შეეძლო ამის გაკეთება თავისუფლად, მას აი იმ პერიოდში, როდესაც უკვე ის საქართველოში დაბრუნდა უკვე ამ ტერაქტის შემდეგ და რაღაცა და დაიწყო მის წინააღმდეგ დევნა, მას გვენდა ყველა რესურსი, ყველა ძალა აბსოლუტურად იმისათვის, რომ ხელისუფლება ხელში აეღო ხელისუფლება და შევარდნაძე ასე ვთქვათ გადაეყენებინათ თანამდებობიდან. მაგრამ ამას დაერქვებოდა სხვა სახელი, ამას დაერქვებოდა კიდევ ერთი სამხედრო გადატრიალება და საქართველოს ჩაძირავდა საბოლოოდ და ეს ქვეყანა იქცეოდა დაახლოებით ისეთ ქვეყნებად, როგორც აფრიკაში ხედავთ ჩვენ ყოველ კვირაში ხელისუფლებები იცვლება და გადატრიალებას მოსდევს ხოლმე და საქართველო აღმოჩნდებოდა დაღუპვის წინაშე, მინდა გითხრათ. აი ამ უდიდეს პასუხისმგებლობის გამო ის იძულებული იყო, მინდა ვთქვა, რომ გაცლოდა საქართველოს და გასულიყო ფარგლებს გარეთ და იქიდან ეზრუნა იმისათვის, რომ მისი ქვეყანა და მისი ინტერესები დაეცვა იქ, სადაც იყო. და მე ვიცი და მსმენია ამის შესახებ ძალიან ბევრი რომ ის ბევრ ამას აკეთებდა და ბევრ ამას აკეთებს იმისათვის, რომ თავისი ქვეყნის ინტერესები დაიცვას არა მარტო პოსტსაბჭოთა სივრცეში, არამედ იმ არეალში, სადაც მას უწევს გადაადგილება და შესაძლებელია იყოს მიუხედავად იმ შეზღუდვებისა, რა შეზღუდვებიც მას დაუწესა ქართულმა სასამართლომ, მინდა გითხრათ, ამ სასამართლოს არ აქვს განაჩენი გამოტანილი. ხო, ამდენი წელია სასამართლო პროცესი მიდის. სასამართლო და რა გახდა, რომ ესე იგი ერთი სასამართლო პროცესის ჩანიშვნა რა გახდა იმისათვის, რომ ამ ადამიანს მიეცეს საშუალება დაამტკიცოს თავისი სიმართლე. და მე მინდა ვთქვა, რომ სიმართლეა ის, რომ იგორ გიორგაძე
როგორც ასეთი არ ყოფილა აქტიურად ჩართული კი არა და საერთოდ არ ყოფილა ჩართული იმ პროცესში, რაც განხორციელდა ედვარდ შევარდნაძის წინააღმდეგ ტერაქტს გულისხმობს. ეს თვითონ შევარდნაძის დადგმული სცენარი იყო. ეს სცენარი აქ ბევრი ისეთი ნიუანსია და ბევრი ისეთი საკითხია, რომელზედაც მე არაერთხელ მისაუბრია და მისაუბრია სხვათა შორის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში და პირდაპირ მithქვამს და მე შემიძლია ერთი ეთერი გავიხსენო, ეს იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის ამ რამოდენიმე წლის წინათ, სადაც მე ვიყავი ეთერში, იყო თუ არ ვცდები ნანა დევდარიანი ყოფილი სახალხო დამცველი, იყო დემეტრაშვილი, იყო ესეთი საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი ასე ვთქვათ ერთ-ერთი კორიფე, მინდა გითხრათ იურისპრუდენციაში აი ამ კუთხით. ამირან გიუნაშვილი იყო მგონი ადვოკატი და ჩვენ აი განვიხილავდით აი იმ თემებს და პეტრე მამრაძე კიდევ ბატონი პეტრეს იყო იმ ეთერში აი ჩვენ საუბრობდით აი ამ ტერაქტის ირგვლივ გარკვეულ ინფორმაციათა რაოდენობას. მე ჩემი სამსახურეობრივი მოვალეობიდან გამომდინარე ხო უშუალოდ შეხება მქონდა აი იმ საგამოძიებლო ჯგუფთან, რომელიც ახორციელებდა მაშინდელი აი ამ ბჭყალებში ტერორისტული აქტის ვითომ ტერორისტული აქტის ხო ტერორისტული აქტის იმას რა ქვია გამოძიებას, მაგრამ ბევრი საინტერესო მომენტია აი ამ საქმეში, ბევრი საინტერესო მომენტია დანაშაულის იარაღთან დაკავშირებით. კერძოდ იქ საუბარი იყო MON-90-ზე, მაგრამ სინამდვილეში რატომ წაევიდა გამოძიება MON-90-ის ზენით, იმიტომ რომ ეს MON-90-ები ქონდა მაშინდელი უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური დანიშნულების რაზმებს, მაგრამ სინამდვილეში გამოყენებული იყო MONAS-ი, რაზეც მიუთითებდა ექსპერტების დასკვნები, რომლებიც ამბობდნენ, რომ სექტორი აი ამ გაბნევის სექტორი იმ აფეთქებიდან იმ გარკვეული კუთხის 90 რომ ყოფილიყო ის ფაქტიურად არ მოხდებოდა ის მანქანა იმ არეალში ესმით და იქ ბევრი ისეთი კითხვა დაიბადა და რატომ არ წავიდა MONAS-ისკენ ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ეს MONAS-ები მაშინ ქონდათ თავდაცვის სტრუქტურებს და გამოძიება სხვა კვალზე წაიყვანდა. ამის შემდეგ კიდევ გარკვეული პერიოდების განმავლობაში მე ჩდებოდა გარკვეული სახის ინფორმაციები იმის თაობაზე, თუ ფლობდა თუ არა ამ ტერაქტის შესახებ რომელიმე ძალოვანი უწყება შესაბამის ინფორმაციას. მე მინდა გითხრათ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო დილის 12 საათზე 29 აგვისტოს ტერაქტის დღემდე ფლობდა ინფორმაციას, რომ მზადდებოდა ტერორისტული აქტი, მაგრამ მათ არაფერი არ გააკეთეს ამისათვის. მათ პირიქით მიიღეს ზომები იმისათვის, რომ შინაგანი ჯარები მოეყვანათ გარკვეულ მზადყოფნაში და 5-ის ნახევარზე პირველი ოპერატიული ბრიგადის მთელი შემადგენლობა ესე იმაში იყო, რა ქვია, მარშის განსახორციელებლად უკვე კარებთან იდგა გამოსასვლელთან, ვიცით, სადაც მდებარეობდა პირველი ოპერატიული ბრიგადა. ხო, მაშინ. ესე იგი, ეს იმაზე მიანიშნებს, რომ არსებობდა ინფორმაცია, სერიოზული ინფორმაცია ამის შესახებ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმის ყურში იყო და მან არ აღკვეთა ეს ძირშივე, ხო, თუ მზადდებოდა, ესე ბუნებრივია, თუ იცოდნენ ინფორმაცია და თუ იცოდნენ დანაშაულის იარაღი სადაც იდგა და კვირაიას აქვს თათფირზე ნათქვამი, მინდა ვთქვა, რომ დღეს ეზოში აფეთქდება დილის 12 საათზე ნივა. ხო, ეს ბევრის მიმანიშნებელი და ბევრი დეტალია ამ საქმეში, მინდა გითხრათ, იმიტომ რომ ყველას უნდოდა მაშინ იგორ გიორგაძის ჩამოცილება, მათ შორის მხედრიონსაც, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროსაც, იმიტომ რომ ასეთი ძლიერი ფიგურა, რომელსაც უყვარს თავის ქვეყანა და მე დარწმუნებული ვარ, ის ისეთი ადამიანია, ხო, ის უყვარს ყველა მის ყოფილ თანამშრომელს, ვისაც ოდესმე მასთან შეხება ჰქონია, ხო? მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებების განსხვავებისა და ასე შემდეგ, ის პიროვნულად არის ისეთი ადამიანი, რომ მასთან ერთი შეხვედრაც კი საკმარისია, რომ მასზე შეგექმნას დადებითი, ასე ვთქვათ, შტაბ-ეჭდილება. და უდიდესი ზეგავლენის ადამიანია, მინდა გითხრათ, იმიტომ რომ მისი ყოველი სიტყვა, მისი ყოველი გამოჩენა ნიშნავს ბევრ რამეს. კიდევ მე მახსოვს, ესე იგი, ბევრი შეკითხვები გაჩნდა ზვიად გამსახურდიას
მკვლელობასთან დაკავშირებით და ზუსტად ერთ-ერთი პირველთაგანი იყო, ვინც იძახოდა, რომ ზიად გამსახურდიას თავი არ მოუკლია. ბატონი იგორი ამბობდა. ბატონი იგორი ამბობდა. მე მინდა დაუდასტრო, არსებობს ძველი ჩანაწერი, მე მგონი იგა გრიგოლიას გადაცემაში ქონდა მას და მე მგონი კიტოვანი იყო იმ გადაცემაშიც, ხო, და მაშინ განცხადება წაიკითხა ბატონმა იგორმა და მაშინ თქვა, რომ მე გავეცი ბრძანებაო, ისა რა ქვია, მოხსნის თაობაზე, იმიტომ რომ იცოდა ხო და შევარდნაძეს სიტყვებიც გაიხსენა, სადაც ის ამბობდა, რომ მან შესთავაზა, რომ შევარდნაძეს დააკავებდა და იმას რა ქვია, გამსახურდიას დააკავებდა და ჩამოიყვანდა თბილისში და რაში მჭირდებაო, მეო თბილისშიო, გამსახურდიაო, ხო? ფაქტიურად და ზუსტად ეს იყო საფუძველი იმისათვის, რომ მას გაეცა ეს ბრძანება და მე კარგად მახსოვს, მაშინ მე გავხდით სენაკში. თქვენც იყავით ამ რასში, ხო? არა, მე რასში არ ვიყავი, ჩვენ სამხედრო გონდაზორვა ვიმყოფებოდით დისლოკაციის ადგილი ჩვენი იყო სენაკში, სენაკის ბრიგადის ტერიტორიაზე, სენაკის ყოფილი პოლიციის, ასე ვთქვათ, შენობაში და მაშინ ეს გავხდათ 17 ნოემბრიდან 23 ნოემბრის პერიოდი მინდა გითხრათ, იმიტომ რომ 23 კარგად მახსოვს ის დღეს, 23 ნოემბერს მე პატივცემული ავთოგორდაძე და ანზორი ჭეიშვილი ერთად დავბრუნდით მაშინ თბილისში და გაცემული ბრძანება შემიძლია დავადასტურო, რომ 23 ნოემბერს მოხსნილი იქნა აბსოლუტურად სამხედრო კონდაზვრის დანაყოფები ყველა სპეცდანიშნულების რაზმები, რომელიც ექვემდებარებოდა უშუალოდ იგორ გიორგაძეს, მაგრამ იქ დარჩენილი იყო გარკვეული ჯგუფი ქალაქის სამმართველოს რეალიზაციის ჯგუფზე მაქვს საუბარი, რომელიც რა საქმიანობდა, ის ექვემდებარებოდა ავთო იოსელიანს, ესე პირველ მოადგილეს. ფაქტიურად ავთო იოსელიანი მინისტრის პირველი მოადგილე კი იყო, მაგრამ ის ნაკლებად ემორჩილებოდა იგორ გიორგაძესაც და აი ეს მინისტრის მოადგილეები, ვინც მასთან ერთად იყო, ხო, მე და რამოდენიმე შემიძლია დავასახელო, მისი ერგული დარჩა ბოლომდე, ხო, იგივე ბატონი კოტე ბასილაშვილი კიდე და არიან ადამიანები და ადამიანთა ჯგუფები, რომლებიც მის გვერდზე იდგნენ მთლიან წლების განმავლობაში. თქვენ გიდათ ბატონო კოტე. რაც შეეხება თქვენ გიდათ თქვათ, რომ ავთო იოსელიანი პირდაპირ შევარდნაძის ბრძანებებს ასრულებდა. რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. შევარდნაძის ბრძანებებს ასრულებდა და სხვათა შორის აღარ მინდა ამ თემას ჩაუღრმავდე, იმიტომ რომ მას თავისი ჯგუფი და თავისი ხალხი წავდა სისტემაში, რომლებმაც ძალიან ცუდი როლი ითამაშეს, მინდა გითხრათ, სახელმწიფო უსაფრთხოების თვალსაზრისით საქართველოსათვის და ბევრი ისეთ სკანდალურ თემებში იყვნენ გარეულები და გახვეულები. აქ შაბნელი საქმიანობაც არის, აქ ჩtildeოვანი საქმიანობაც არის, აქ გარკვეული სხვა თემებიც არ მინდა, ეხლა კაცი გარდაცვლილია და ბუნებრივია იმაზე ვისაუბრო, მაგრამ ის დანატოვარი იმ ჯგუფის და იმ ადამიანების ხო დღემდე შეიძლება იყოს შემორჩენილი, დღემდე კი არა, მიხეილ სააკაშვილის ასე ვთქვათ ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც გარკვეულ როლს თამაშობდნენ, მინდა გითხრათ, ძალიან სერიოზულად და ძალიან სერიოზულ ზიანს აყენებდნენ საქართველოს. საქართველოს მე ვთვლი, რომ იგორ გიორგაძეს უნდა მიეცეს შანსი იმისათვის, რომ მან დაუმტკიცოს და დაამტკიცოს ის, რომ მას არაფერი საერთო არ ქონია იმ ბრალდებებთან დაკავშირებით და ეს უნდა მოხდეს ცივილიზებული ფორმით და უნდა ჩაინიშნოს სასამართლო პროცესი იმისათვის, რომ მას მიეცეს საშუალება დაბრუნდეს საქართველოში და ჩვეულებრივად დაამტკიცოს ის სიმართლე, რა სიმართლეც ნამდვილად მეც უდასტურებ აქედან, ჩემი გადასახედიდან და იმ კუთხიდან, იმ მცირე, ასე ვთქვათ, ჩემი შესაძლებლობებიდან, რომ არსებობდა და ტყუილ არ გამიჟღერებია ის ინფორმაციები, რაც გავაჟღერე დღესდღეობით და მიხვდება ეხა ბატონი იგორიც თვითონ თუ რაზე ვსაუბრობ და რა თემაზე ვსაუბრობ, ხო? ძალიან ადვილად იქნება მისთვის ეს გასაგები, მინდა ვთქვა. ეხა არის გასაკვირი რა არის, იცით? დღევანდელ ხელისუფლებას
აი დღევანდელი ხელისუფლება ხო? ქართული ოცნება, რომელიც ამბობს, რომ ჩვენ მოვახდინეთ ყველას. შევარდნაძის, სააკაშვილის მიერ დევნილები, პოლიტპატიმრები, ყველას სრული რეაბილიტაცია, გავათავისუფლეთ ციხეებიდან, დავაბრუნოთ დევნილები. ამდენ ადამიანებს შეეხო ხო და ამდენი ადამიანები, ესე იგი, გამოიყვანა იმ პრობლემებიდან, რომელი პრობლემები შეუქმნა შევარდნაძემ თავის დროზე და სააკაშვილმა თავის დროზე, ხო? ერთადერთი ადამიანი, მე ახლა ვარ თუ არ შეიძლება, ხო? ადამიანს მე ვიცნობდი თავდაცვის სამინისტროში, როდესაც ის იყო დაზვერვის უფროსი, სამხედრო დაზვერვის უფროსი, მე ვიყავ ერთ-ერთი სამხედრო ქვედანაყოფის ხელმძღვანელი და მქონდა სამსახურებრივი კომუნიკაციები მქონდა ამ ადამიანთან და თქვენთვის არ იყოს. ახლა საკმარისი იყო მას ერთხელ შეხვედროდი, მოგესმინა მისთვის და შენ უკვე გახსილი ქონდა გონება როგორ უნდა გემოქმედა, ხო? აი ეს მით უმეტეს ახლა მე მის უდიდესი პროფესიონალი თავის მით უმეტეს ახლა მის გადაცემებს მე თვალყურს ვადევნებ და ხედავ კიდევ აი ესეთი მართლაც შემართებით და ასეთი კიდევ პატრიოტული გზნობით რომ არის ეს ადამიანი, ხო? ხო და იმის ნაცვლად რომ მე მინდა ქართულოს იმას ვუთხრა და ბატონ ბიძინა იმანიშვილს მინდა მიმართო. ბატონო ბიძინა, დღეს დეფიციტი გაქვს შენ ქვეყანაში ქართველების იცოდეთ. გაქვთ ეს დეფიციტი, კაცო, შეიძლება თქვენ ვერ ამჩნევთ და ვერ ხედავდეთ მას, მაგრამ ჩვენ კარგად ვხედავთ, კარგად უყურებთ. რადგან ჩვენ ხშირი კომუნიკაციები გვაქვს საზოგადოებასთან, ხედავთ ქუჩაში რა ხდება, ხედავთ საერთოდ რა ხდება ჩვენს ირგვლივ, ხო და არის ამის დეფიციტი გაქვს, შენ ქართველების დეფიციტი. და აი ეს კაცი, რომელი კაცის მართლაც დიდ წვლის შეიტანდა დღეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის, ურთიერთობების დალაგებისათვის ოსებთან, აფხაზებთან, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში მას არ ჭირდება არანაირი თანამდებობა, კაცო. მას ჭირდება ის რომ მისი ქვეყნის ტკივილი, რომელიც მას დღესაც ტკივა, ხო? ეს ტკივილი უნდა მოშუშტეს და მიეცეთ ამ კაცს საშუალება, ამისი ბატონი კონსტანტინეს არ იყოს, რომ ის კი არ ამბობს, ის რომ შემიწყალეთო, კაცო. და მიეცით სასამართლოს მიეცით იმის საშუალება, რომ ჩატარდეს ის ერთი სასამართლოს ხდომა და ამ სასამართლომ თქვას ან დადებითად და ან უარყოფითად მასთან მიმართებაში თუ რა, ესე იგი, მას აქვს მიღებული მონაწილეობა იმ რაღაც შევარდნაძის მიერ და სხვა დანარჩენი იმ შევარდნაძის კორუმპირებული მაფიის მიერ შეთითქულ დანაშაულში, ხო? მიეცით ამის საშუალება ამ კაცს, რატომ არ ალებთ? ამას აქვს თავის საფუძვლები, მინდა გითხრათ, იმიტომ რომ ამის მთავარი მათ ეშინიათ ის რომ იგორ გიორგაძის საქართველოში ჩამოსვლით ფაქტიურად იდეოლოგიური გარდატეხა შეიძლება მოხდეს საქართველოში. ფილმში ჩანს აგერ ყველაფერი კაცო. და აი მე ახლა ფილმი ვნახე და აი ამ ფილმიდან გამომდინარე ბევრი ისეთ ნიუანსებს ვხედავ, რაც შეიძლება უბრალო იმან ვერ დაინახოს და ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, მესიჯი და ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი გზავნილია ამ ფილმიდან გამომდინარე, ხო? და დამაფიქრებელია. აქ არის საუბარი ყველაფერზე. აქედან შეიძლება გამოვიტანოთ ჩვენ თუ და შეიძლება ჩამოვაყალიბოთ მოდელი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ძირგაუნთხრელი საქმიანობისა და მიმართულებები, რა მიმართულებებით ხორციელდებოდა. ძალიან მაღალ პროფესიულ დონეზეა გაკეთებული. ახლა ეს ფილმიდან მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ბატონ იგორის საავტორო ის არის, რა ქვია, ნამუშევარია, ხო და დიდი მადლობა მას ამისთვის მინდა გითხრათ და ნათლად ჩანს ამაში და მთავარი ახლა იდეოლოგიაზე დავიწყეთ ჩვენ საუბარი და იდეოლოგიით თქვენი ეს რა ქვია შესავალი სიტყვაც ამ თემით გახსენით, ხო? მთავარი მტერი რა არის და დღეს საქართველოსთვის ეს არის იდეოლოგიური ის საფუძვლები, რომლებიც საკმაოდ მყარად გაიდგა ჩვენ საზოგადოებაში დღესდღეობით და მის წინააღმდეგ ბრძოლა. იმიტომ რომ უცხოეთის სპეცსამსახურები სხვადასხვა საშუალებები არსებობს მათ ხელში, ბატონ ტრისტან. პირველი მათ ხელში შეიძლება იყოს როგორც თქვით, არასამთავრობო სექტორი, ხო? შეიძლება იყოს გარკვეული რელიგიური კონფესიები, რომლებიც საქართველოსთვის უცხოა და ისინი დღესდღეობით საქართველოში არიან შემოსულები და დაფუძნებული და თავს გრძნობენ საკმაოდ კარგად დაცულად, მინდა გითხრათ და მათ ასე ვთქვათ კონფესიალურ დაწესებულებებს ვერ შეეხებით, იმიტომ რომ გარშემო აქვს ძალიან დიდი ასე ვთქვათ შემოსაზღვრული და ყოველმხრივ დაცული და მასზე ზრუნავს სახელმწიფო.
რატო ზრუნავს მასზე? ჩვენმა საზოგადოებამ და ჩვენმა ხელისუფლებამაც კარგად უნდა იცოდნენ, რომ უცხოეთის სპეცსამსახურები, განსაკუთრებით Mi-6 და განსაკუთრებით ამერიკის სპეცსამსახურები, CIA, RUMO და ასე შემდეგ, ხო? მოქმედებენ ზუსტად საფარქვეშ აი ამ ასე ვთქვათ რელიგიური ორგანიზაციების და ზუსტად აი ამ რელიგიური ორგანიზაციები იქნა მიკერებული შემდეგ უცხო იმასთან, რა ქვია, უმაღლეს სასწავლებლებთან. აი ამ კუთხით უნდა იმუშაოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურებმა იმისათვის, რომ გამოავლინოს ეს კავშირები და თავშივე გაწყვიტოს იმისათვის, რომ შემდგომ თაობაში აღარ მოხდეს ასეთი ამის განმეორება. სწორედ ეს გახლავთ მთავარი იარაღი სპეცსამსახური, ეხლა სპეცსამსახურელი თვითონ არ ჩამოვა აქ, მაგალითად FBI-ის თანამშრომელი, მაგალითად ჩვეულებრივად და არ დაიწყებს აქ აგენტურულ ოპერატიულ საქმიანობას, არ გახსნის თავის ორგანიზაციებს და რაღაც. ისინი მოქმედებენ ფარულად, ფარული ფორმა სპეცსამსახურების მიერ მუშაობისა გახლავთ ერთ-ერთი ძირითადი ფორმა, ძირგაუთხელი საქმიანობის საწარმოებლად და ისინი ცდილობდნენ აი ამ წიაღში ზუსტად მოემზადებინათ თავიანთი იდეოლოგიური საფუძველი, რომელიც გახდებოდა შემავსებელი იმ პოლიტიკური ძალებისა, რომლებიც შექმნეს მათ და რომლებიც დააფინანსეს. საიდან ფინანსდებოდა ეს პოლიტიკური სპექტრი და პოლიტიკური სუბიექტები, მოდი ვთქვათ. მიმართულებები მათი რაც იყო, ეს იყო ჩრდილოვანი ეკონომიკა, ჩრდილოვან ეკონომიკაში მე ვგულისხმობ იარაღით უკანონო ვაჭრობას, ვგულისხმობ ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობას, ტრაფიკინგს და ასე შემდეგ და სწორედ ეს სამსახურების და მათი ორგანიზებული იქნა ეს ყველაფერი საქართველოში. მათი მთავარი მიმართულება იყო, ორი მთავარი მიმართულება ჰქონდათ. ერთი მთავარი მიმართულება იყო იდეოლოგიურად როგორმე გაეწყვიტათ ტრადიციული საქართველოში ტრადიციული ცხოვრების წესი, მოესპოთ, ანუ მთავარი უნდა გაენადგუნებინათ მართლმადიდებლობა და მოესპოთ და მართლმადიდებლურ ეკლესიაში გაჩენილიყო ის ბზარი, იმიტომ რომ ჩვენ შევხედოთ, ხო, რუსეთმა როგორ მოახდინა რეკონსტრუქცია თავისი სახელმწიფოს. ფაქტიურად მოხდა რეკონსტრუქცია და გააჩნდა იდეოლოგიური საფუძველი. თუ ადრე კომუნისტების ეპოქაში საბჭოთა სახელმწიფოს დასაყრდენი იყო ეგრეთ წოდებული ათეისტური იდეოლოგია, ხო, ამ შემთხვევაში რუსეთმა გამოიყენა თავისი ტრადიციული საფუძველი და ეს ტრადიციული საფუძველი მისთვის იყო მართლმადიდებლობა, ხო, ფაქტიურად ამ მართლმადიდებლობის ქვეშ შეიქმნა ის სამყარო, რასაც დღეს რუსულ სამყაროს და მართლმადიდებლურ სამყაროს ქვია და მართლმადიდებლურ მე არ ვიცი რამდენი ძალიან მოკლედ დავამთავრებ და ვიტყვი, რომ აი სწორედ აი ამ მიმართულებებზე ამახვილებს დღეს აი ამ ფილმშიც ყურადღებას ბატონი იგორი და მე ძალიან მიხარია, რომ ის აქტიურად გამოჩნდა, აქტიურად ჩანს და მას შეუძლია მე ვფიქრობ, რომ იმედი მაქვს კიდევ, რომ ეს სასამართლო პროცესი საქართველოში შედგება და ის ჩამოვა საქართველოში, მაგრამ აი ამ პერიოდში სანამ ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მას შეუძლია ძალიან დიდი დახმარება გაუწიოს დღეს საქართველოს და ქართველებს მიუხედავად იმისა, რომ ის საქართველოში დღესდღეობით არ იმყოფება. ხო, მე მოვიკითხავ ბატონ იგორს თქვენი ეკრანის გამოვიყენებ თქვენს ეთერს და უსურებ მას წარმატებას, ჯანმრთელობას და სიკეთეს თავისი ქვეყნის და თავისი რა ვიცი საქართველოს საკეთილდღეოდ მოგიკითხავთ ბატონო იგორ, ჯანმრთელობას გისურვებ და კარგად ბრძანდებოდეთ, ჯანმრთელად იყავით და კარგად იყავით და შემართებით რაც თქმა უნდა. თქვენ ყავთ თქვენი მეგობრები, იცოდეთ საქართველოშიც და კეთილის სურველი ადამიანებიც, ვისაც ძალიან უყვარხართ და ძალიან პატივს გცემენ. მადლობა ბატონო კოტე ესეთი სწორი შეფასებისათვის და მე კიდევ შევახსენებ დღევანდელ ხელისუფლებას და ბატონ ბიძინას, რომ ქართველები არ აქვთ დასაკარგი ქართველები ჩვენ. დღეს საქართველოში არის დეფიციტი ქართველებთან მიმართებაში. უკვე გადაგვიარეს ამ ურჯულუებმა. უკვე საქართველოში უკვე რანაირი ჯიშის ადამიანი კი და ინაირი ჯიშის ადამიანს ნახავ. ქართველის სახეს ვეღარ უყურებთ დღეს ჩვენ თბილისში. გამოდით იქ რომზე ხართ კაბინეტებში და გაიარეთ ქუჩაში რა ხდება და რა სახეები არის. და თუ ნახავთ თქვენ გაღიმებულ ქართველებს თუ ნახავთ დღეს ქუჩაში თქვენ და აი რომ იტყვი შემართებულ ქართველებს თუ ნახავთ დღეს თქვენ ქუჩაში. აპატიეთ და დააჩმორეთ საქართველო კაცო. როგორ შეიძლება ასე?
როგორ შეიძლება ასე რომ ქვეყანა ასეთ მდგომარეობაში ამყოფოდა ხელში ჩაუგდო ამ ინდუსებს, პაკისტანელებს, არაბებს და ყველა აი მურჯულებს, რომლებიც თავის ძოზე ჩვენი წინაპრები ეწირებოდნენ მათ და ამ ბრძოლებში იყო ჩაბული, ხო? მიხედეთ ამ საქმეს კაცო და ასეთი ადამიანები დაგვიბრუნოთ, როგორც ბატონი იგორ გიორგაძე არის. ამ ადამიანს ესე ნუექცევით და არა ხარ თქვენ, არ გაქვთ თქვენ იმის უფლება, რომ ამ ადამიანს ასე მოექცეთ, რადგან ეს ადამიანი ცამდე მართალი არის. და ამ ადამიანს დიდი დამსახურება აქვს ჩვენ ქვეყანას მიმართებაში და დიდი პატრიოტი კაცი არის და ქართველი კაცი არის. მალე დაბრუნებას გისურვებთ, ბატონო გიგორ, მეთქვა დაგლოცოთ და კარგად ვანდებოდეთ, რადგან თქვენ ქართველი კაცი ხართ და თქვენ არის ქართველები დღეს ჩვენ აქ გვჭედება საქართველოში. მადლობა ფილმისთვის და მადლობა პოზიციისთვის, ბატონო იგორ. დიდი მადლობა თვითონ ტელემაყურებლებო, რომ გიყურებთ, კარგად ვარდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე. ჩვენ ყოველთვის ასეთ საინტერესო თემებზე გვექნება საუბარი და ბატონი იგორი გააგრძელებს კვლავ მუშაობას სწორედ ამ მსგავსი ბინძური იდეოლოგიის წინააღმდეგ და ჩვენ ეტაპობრივად მოგაწვით ამ დოკუმენტური ფილმები იქნება თუ მის მიერ რაღაც შეფასებები იქნება ტელეეთერების საშუალებით. კარგად ვარდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე. ნახვამდის.